გრიგოლ ვაშაძე სახლში წაშავდა. გირჩი დაიშალა და ამოიბუგა. ალეკ ველისაშვილმა ბოკერია გალანძღა და გათართხა. ამ და სხვა სასიამოვნო სიახლეებს ჩვენ გაზეთში გაეცნობით. გაზეთი ტროლენიუსი. დაიბოღმეთ ჩვენთან ერთად. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ საკითხული ბოღმა უკან აღარ მიიღება. პრეტენზიების შემთხვევაში მიმართეთ ტროლენიუსის ბოღმით გასიებულ პრესცენტს. თუ არ გინდათ ბოღმა გადმოგედოთ, დაიცავით დისტანცია და აიფარეთ მოხრილი ბოღმიანი დაყვი. როგორც გითხარით, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკიდან წავიდა. პატარა ვაშაძე, დიდი ვაშაძის ხალი გადმოხსმოდეს, თანაც იმდენი, რომ შიგ ჩამხრჭვალიყავით ორივე. ნაციონალური პარტიის ლიდერობისთვის ორი პირსისხლიანი ნაცი იბრძვის. ნიკა მელია და ლევან ვაშალომიძე. ვინ გახდება თავმჯდომარე? ნიკა მელია თუ ლევან გველია? კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვები შეიძლება 6 თვით გაგრძელდეს. რატომ მაინც და მაინც 6 თვით? იცით რამდენი 6 თვია ნაციონალების 9 წლიან მმართველობაში? ზუსტად 18. ქვეყანას გვინგრევენ ეს ჩემი 18-იანები. უხტყვი! ტროლენიუსის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ნაციონალი ლევან ხაბეიშვილი საშობაოდ გოჩს ჯერს წამებით მოკლავს და შემდეგ შეცვავს. ნუ მაწვალებ ლევან. სენსაციური ინფორმაცია. მიხეილ სააკაშვილი ახალი ელექსირით შაჰაბასის გაცოცხლებას გეგმავს. რადგან თვითონ თუ ვერ შემოიბარა ქვეყანაში, ის შემოგვისიოს და გვახრას. გავრცელდა მაზოხიზმის შემცველი შემზარავი კადრები, სადაც გარყვნილი ნიკა ნორმელია თავს გიგანტურ ფანქრის სათლელში იპარსავს. დამქმედებით უსამძღრო სიამოვნებას ღებულობს თურმე. არჩევნები ისევ გაყალბდა. სანამ თამარჟვანი არ მოშორდება ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ბოდიში პოზიტიური ინფორმაცია შემოგვეპარა, ახლავე შოლს გადავირტყავ, რომ ისევ ჩამებოღმოს გულღვიძლი. მორიგი რეკორდი. ნაციონალების მიერ დალეულმა სისხლმა 10 ლიტრით გადააჭარბა გრაფი დრაკულას მიერ დალეულ სისხლს. უხტყვი სისხლის მსმელებო, რით ვერ გაწეხით? გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა მელიას დუტის ქურთუკი სინამდვილეში თეთრი ფერის არის. უბრალოდ სისხლიანმა 9 წელმა გააწითლა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჩვენი გაზეთის ბოლო გვერდზე გელოდებათ გასართობები და თავსატეხები. დაეხმარეთ ნაციონალ თაგუნას ჯოჯოხეთის კარამდე მისვლაში. გაზეთი ტროლენიუსი. წაიკითხე გამოყენებამდე.